ყველაფერი დეტალურად მოვისმინე, მოდი ერთად გავხსნათ ეს ჭეშმარიტი. გამოყოფ ესეთ დეტალს, რომელიც არის ყველანაირად მიზან ფაქტორი. და ამბობ ეს რაღაცას, რომ ჩვენ დადიოდო ნათესავი კაცი ხშირად და საწოლთან ვიჯექი ხელი გადამხვია და იმ კერძზე რომ მოგითათუნებს აი ესეთი ის გამიკეთა და ეგრევე გავეცალა მე არ მახსოვს ეს კაცი რომ მოდიოდა ის მახსოვს ვიმალებოდი. მე ჩვენმა ნათესავებმა დაარიგეს მამას უთხრეს რომ ჩემი გოგოები რა გზე ეთამაშებოდაო რაღაცაო ისე უთქვესო და შენი გოგოები ცოტაო მორიდებულები არიანო და რამე ხო არ ხდებაო მკითხეო. მე არ ვთქვი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მამა ისეთი იყო რომ მაგას მოკლავდა და დავმალე რომ არაფერი მეთქი არც მე მარტო ეგ მახსოვს, სხვა არაფერი არ მახსოვს. რა მინდა ეხლა ავხსნა ცოტა მონახაზი მინდა გავაკეთო მეხსიერებასა და ამ პროცესს შორის. როგორ ფიქრობ, ბევრი რაღაც არ გახსოვს ბავშვობაში და დაგამახსოვრდა ეს მომენტი. ზოგადად ფსიქიკა პირველ რიგში ცდილობს წაშალოს ყველაზე სტრესული მომენტები. ცუდი მომენტებიც იყო, დაივიწყე შენმა მეხსიერებამ დატოვა მაგ ადამიანთან გაცდილი სტრესების ყველაზე მსუბუქი ვერსია. იმისთვის რომ დღეს შენ მოსულიყავი აქ და გელაპარაკა, შენ რო პასუხი გეპოვა პრობლემის რაშია. ორი ამასაც წაშლიდა, მაგრამ გონიერია ჩვენი სხეული, ჩვენი სული. ეხა მივყვეთ, გამოდის რომ ამ ადამიანთან უფრო მეტი სტრესული სიტუაციები გქონდა, რომელიც გონებამ წაშალა, მაგრამ დატოვა ყველაზე მსუბუქი ვერსია იმისთვის რომ შენ შემდეგ გეპოვა გამოსავალი. წყარო საიდან დაიწყო შენი ყველაფერი პრობლემა უშვილობა. მე სანამ მოვყვები პატარა ამონარიც გავაკეთებ, შენ ამბობ რომ ესაო ნათესავების შეკრებაზე ვიყავით, საგვარეულო შეკრებაზეო. საგვარეულო რაღაც თემაზე და მანდ გამომიყვანეს მე 7 წლის ასაკი იყო და ძალიან ცუდად გავხდი. კანკალი დამეწყო, ენა დამება, არ ვიცი რატომ მომივიდა რამნაირად. პირველი რაც მოხდა, ჩემი აზრით ის არის რომ შენ იქ ის ნათესავი კაცი დაინახე და დაგეწყო კანკალი დამეწყო და აი ეს გომარეობა. გამოგიყვანეს, ხვდები, იმიტომ კი არ გამოგიყვანეს რომ შერაკეთებდი რამეს. არამედ იცოდნენ რატო კანკალებდი და ამიტომაც გამოგიყვანეს. ანუ ეს რას ნიშნავს? ეხლა ასევე ასაბუთებს ჩემს ესე ვთქვათ ნათქვამს რომ სინამდვილეში სხვა სტრესები იყო რომელიც არ გახსოვს. მე ვფიქრობ ღრმა არა, მაგრამ იყო. შეიძლება ჩვენმა ტვინმა დაგვიბლოკოს ტვინში მეხსიერება, მაგრამ ის გამოცდილება მექანიკურ დონეზე რჩება ადამიანში. მე ხარ ასაც მოგიყვები, ლამაზი ისტორიას კი არ მოგიყვები, დაგისაბუთებ ეხლა ყველაფრის და ყველას წინაშე, საიდან წარმოიშვა ჰიპოფიზის ადენომა, საიდან წარმოიშვა ჩიყვი, ყველაფერი საიდან წარმოიშვა ნაწყობით როგორ მოხდა და ყველაფერს აღწერ ტექნიკურადაც და ენერგეტიკულადაც, იმიტომ რომ ერთი და იგივეა. ზოგადად ნელებისთვის, დემონებისთვის უფრო ყველაზე ესეთი სასურველი საკვები არის ბავშვი. ენერგიულად არის სუფთა, როგორც წმინდანი და გაღვიძებული ადამიანი, იმიტომ რომ არც ბოღმა აქვს, არც ბრაზი აქვს, არც ისა აქვს, სიყვარულშია. ამის გამო, ამის ხარჯი და მთელი მისი სხეული და ყველაფერი მოკლედ ენერგიებშია ძალიან მაგარში. ნახეთ, გაღვიძებულს ვერ ერევა დემონი, მაგრამ ბავშვი გაღვიძებულის ექვივალენტის ენერგიას ასხივებს ვიბრაციულ მდგომარეობაში. ეხლა პედოფილს, რა თქმა უნდა, დემონი ყავს. სხვა იქ არანაირი ფსიქიკური გადახრა არ არსებობს. ნახე, იმ ადამიანს ექნება ფსიქიკური გადახრა სხვა ნაწილში, მაგრამ დემონი ამას ამ გადახრაში იყენებს, მოდი ესე ვიტყვი. ანუ პედოფილია დემონის მიერ ჰიპოფიზზე მიწოდებული ინფორმაციის შედეგად არის წარმოქმნილი მიმართულება ამ ადამიანს, თორე ამ ადამიანს ეხა ფსიქიკური პრობლემა ექნება მედიცინურად, მაგრამ მედიცინა ჩათვლის რომ ეს ამის გამო აქ განხრაში არა, ეს ამის გამო აქ განხრაში არ არის. დემონი ყავს. პედოფილები არ ესხმიან თავს უბრალოდ ბავშვებს და რაღაცა. ანუ ენერგიებით ირჩევენ. ვისაც მაღალი ენერგია აქვს, სული ძალა. ეხლა დემონის ესეთი ურთიერთობა ენერგიებით სავსე ბავშვისთვის თან ესეთი სექსუალური ენერგია ადამიანი სულის შემდეგ ძალიან საწყისი რაღაც სიცოცხლეა, მოკლედ ყველაფერი ეს ენერგია სექსუალური სიცოცხლეა, ხო და მაგ კონტექსტში იყო ენერგეტიკული შეჭრა შენში იმ ადამიანის მიერ. მოხდა გამოსხივება ნეგატიური დიდი ენერგიის, რომელი ენერგიას მიიღო შენმა ჰიპოფიზმა. მოდი ეხლა მივყვები საფეხურებად ყველაფერს. ანუ შენმა ჰიპოფიზმა მიიღო აი თვალებში რომ მოგანათონ ძლიერი წველი ლაზერი. ანუ დარტყმა მიიღო ენერგეტიკული, ხვდები? შენმა ჰიპოფიზმა. მაგრამ ამ დარტყმამ შენი კედელი შეანჯღრია, აი გახალგალისილი კედელი რო წარმოვიდგინო და ხელით რო შეანჯღრიო და აი რო ამოძრავდეს ბლოკები ერთმანეთში, მაგრამ არ დაინგრეს. აი ესეთი პროცესი გააკეთა, გაუძელი შენ. კი ვერ დააზიანა, მაგრამ შეანჯღრია, ისე რომ აი ლამის წყობრიდან გამოიყვანა. დააზიანა არეალი, პატარა ჰიპოფიზში, მაგრამ ისეთი არა რომ გადიდებულიყო. მერე ყვები მოხდა ესეთი რაღაც. მე ბავშვობა ზოგადად არ მახსოვს, ეხლა ბიგეთყავ ჩემადებმა მითხეს. მე არ მახსოვს. ბიძია და მამა რო ჩუბს შუაში იდექიო და აშველები. ერთ-ერთი გაშველების დროსო შენო წიხლი გირტყა მამამო. ისე გამწარებული და ისე გაბრაზებული იყო ვიზაზეო და შენ მოხვდი ხელშიო. ეხლა რასაც მოგიყვები, მამას მიმართ არანაირად არაფერი არ იგზნო, ნეგატიური, რაც არ უნდა ვილაპარაკო ეხლა, მამის მიმართ გააგზავნე დიდი სიყვარული ყოველთვის.
ყოველთვის. ეხლა რა მოხდა? ეს დარტყმა ხომ იყო ჰიპოფიზმა, წარმოიდგინე პატარა ესე ვთქვათ შედედება, რომელიც გაიწოვებოდა, მაგრამ რა მოხდა? ამბობ ესეთ რაღაცას. მამა ჩემო, წიხლებით შემდგა, ანუ ფაქტიურად ერთხელ და ორჯერ კი არა და ანუ ჯერ წიხლი რა არის, ხო? ანუ გადმოიტანა, ვერ გაჩერდა, ხო? და მოხდა შენზე დარტყმა. ეხლა შენ უბრალოდ ფეხი კი არ მოგხვდა. ზოგადად ხელი და ფეხი არის ენერგოგამტარი. და ფეხი რო დაგარტყა, მარტო ფეხს კი არ გირტყამდა, ანუ ენერგეტიკულად მოგხვდა ეს და ნახე ამან ჩამოანგრია ის ჩერყეული კედელი. დიდი დარტყმა მიიღო ჰიპოფიზმას და ენერგიამაც. ფეხი არის გამტარი, ანუ თან აგრესიაში და ესეთ უკონტროლო აგრესიაში მაგ დროს არის ავტომატურ რეჟიმში გადასული ადამიანი. აი ესეთი აგრესიის დროს შვილზე ფეხით გადადის, იმიტომ რომ შვაში მოხდა ძმასთან ჭუბისას, ხო? ხო და ნახე, ის მომენტი, ის აგრესია და ის მაშინ მართავს დემონი ადამიანს და მაგ დროს უკონტროლო, თუნდაც 1-2 წამი იყოს უკონტროლო მომენტში, დემონს აქვს ენერგიის მართვა და იცის ენერგიულად როგორაც დაარტყას, ენერგიულადაც ურტყავს. ესეთი დარტყმის დროს დაიწყო ჰიპოფიზში დიდი შედედება. მაგაშია მთელი პრობლემა. დაწყებული და მე გეტყვი გამოჯანსაღებასაც როგორ უნდა გააკეთო. ეხლა მე შენ ყველა მექანიზმს მოგცემ, რა ხდება, რატო ხდება, განკურნების მექანიზმებს, ყველაფერ მექანიზმებს მოგცემ. და შენ ამას რას უძნო, უკვე შენი ნება. ჰიპოფიზში ამ შედედებამ დაიწყო ჰიპოფიზის ადენომის ჩამოყალიბების პროცესი, ანუ შედედების პროცესი დაიწყო და ნელ-ნელა ვითარდებოდა. შეხსა შეეხება მახსოვს მე ყელი მქონდა გამოფერილი ბავშვობაში ვიქნებოდი ესე მე-7 მე-8 კლასში ეგ არ მახსოვს ზუსტად რომელიც ჩიყვი იმიტომ ქონდა ბავშვობაში გადიდებული რომ ჰიპოფიზის ადენომა იწვევს ჩიყვის გადიდებას და ყველაფერს აგიხსნი რატო ანუ ჰიპოფიზი გამოყოფს ჰორმონებს რომელიც არეგულირებს მთელი ორგანიზმის სისტემებს და პირველ რიგში რასაც არეგულირებს ეს არის რეპროდუქციული ფუნქციები ჰიპოფიზის ადენომა რას აიძულებს ჰიპოფიზს აიძულებს გამოყოს ანტისხეულაკები, ესე ვთქვათ, იმუნური სისტემა, რომელიც ებრძვის ამ ადენომას შიგნით. და ეს თავდაცვითი ანტისხეულაკები პარალელურად ურტყამენ ფარისებს და ჯირკვლებს. ჰიპოფიზი დიდი რაოდენობით რომ გამოყოფს ამ იმუნურ სისტემას და ებრძვის ჰიპოფიზში ადენომას, პარალელურად ისეთ ჰორმონს გამოყოფს. ფარისებრ ჯირკვალზეც მოქმედებს, ჩიყზე ვამო. ამ ანტისხეულაკებში დევს პროგრამა, როდესაც შეხვდება ფარისებრ ჯირკვალს, აიძულებს ფარისებრ ჯირკვალს გამოყოს დიდი რაოდენობის ჰორმონები. იმიტომ რომ თვითონ ვერ გამოყოფს, ჰიპოფიზი დაზიანება აქვს შიგნით და ფარისებრ ჯირკვალს ეუბნება რომ ჩობა დავაბალანსოთ, გადავარჩინოთ სხეულიო. ზოგადად ფარისებრ ჯირკვალი იმიტომ სივდება რომ დიდი რაოდენობით გამოყოფს ჰორმონებს ფარისებრი ჯირკვალი. ამიტომ გაფართოება უწევს და მაგიტომ დიდდება. ფარისებრი ჯირკვლებიც კავშირშია რეპროდუქციასთან. მაგრამ ეხლა რატოა კავშირში? იმიტომ რომ ჩვენ სხეულში უამრავი მექანიზმია ერთმანეთზე, ესე ვთქვათ, დამხმარეების სახით შექმნილი, რომ მაგალითად ფარისებრ ჯირკვალს თუ გაუჭირდება, ჰიპოფიზი დაეხმაროს ჰორმონები და ესენი ერთი სისტემა არის. ერთმანეთს ეხმარებიან კარგი მეზობლებივით, ოღონდ დიდი სიყვარულით არიან ერთმანეთთან და რისი თქვა მინდა. პირველი რის გადარჩენასაც ცდილობს ორგანიზმი არის სასიცოცხლო ფუნქციები, ანუ შვილის ყოლა და ეს ყველაფერი. ჰიპოფიზი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ჰორმონებს ვერ გამოყოს და ამას რო ვერ აკეთებს მეზობელს თხოვს რომ მიდი აბა გაისარჯე გახურდი და უფრო მეტი გამოიმუშავე და ამიტომაც იდება და მედიცინადაც ესეა ჩიყვი იმიტომ გაქვს რომ ჰიპოფიზი ცდილობს ფარისებრი ჯირკვის დახმარებით რეპროდუქციული ფუნქციები მოამარაგოს ჰორმონული საკვები ნივთიერებებით ფარისებრის ჯირკვალი აწვდის ჰორმონებს საშვილოსნოს და კვერცხუჯრედს რაც შეუძლია ამიტომ სივდება ეხა მაგ რა ხდება ჰიპოფიზი და ფარისებრი ჯირკვალი ცდილობს აწარმოოს ჯანსაღი კვერცხუჯრედი და გარემო შექმნას გამრავლების ბალანსირების სისტემაზე ანუ შეიძლება ბევრი მიაწოდოს ან ნაკლები მაგრამ ბალანსირების ამბავია ცდილობენ დააბალანსონ ეს სისტემები რომ ბავშვი ესე ჩაისახოს ეხლა მე საიდან დავიწყე ნახე ენერგია საიდან დავიწყე და სად მივდივარ და რა არის წყარო ყველაფერს გიხსნი და მაგის განკურნების გზასაც გეტყვი არის ნერვიულო ყველაფერს გეტყვი მოდი თვალსაჩინოებისთვის ვთქვათ კისტას მივადექით ეხლა კისტას იწვევს ფარისებრი ჯირკვლები ეხლა აგიხსნი რატომ მოდი ვთქვათ რა არის კისტა კისტა არის ყველა ისეთი მოლეკულა კვერცხუჯრედში რომელიც 2 სანტიმეტრზე მეტია ვინამარაგებს კვერცხუჯრედს და საშვილოსნოს ჰორმონებით ფარისებრი ჯირკვლები და ჰიპოფიზი რატომ არის 2 სანტიმეტრზე მეტი უკვე კისტა
იმიტომ რომ ზედმეტად მოხდა იმ ფოლეკულების მომარაგება ჰორმონებით, რომელმაც გამოიწვია მუტაციას არ ვიტყოდი, არაფუნქციონირებადი გახდა, იმიტომ რომ არაბალანსირებული ჰორმონები მიეწოდა ფარისებრთა ჯირკვლიდან და ჰიპოფიზიდან. შესაბამისად, კისტა გამოიწვია ფარისებრთა ჯირკვლამ და ამ დაუბალანსებელმა სისტემამ იწვევს კისტას ეს. მიზეზი ეს არის. წამოსულია ენერგოდარტყმიდან, ჰიპოფიზიდან, მერე მამის სიტუაციიდან, მერე ფარისებრი ჯირკვალიდან, მერე კისტაც. პირდაპირ ერთი ხაზი, ერთი კავშირი. გასაგებია უშვილობის მიზეზი არის ჰიპოფიზის ადენომა, რომელიც წარმოიქმნება ბავშვობაში. შენი ორგანიზმი რას აკეთებს კიდე? ეხლა აგიხსნე კვერცხუჯრედი, რატო არ იღებს სპერმას? ანუ ხელოვნურიც რო გამიკეთეს, ორგანიზმი არ იღებსო შენი და რატო არ იღებს? არ იღებს შენი ორგანიზმი. აი ეს უნდა გავარკვიოთ ჩვენო. კაჭარავასთან რო ვიყავ, ხელოვნური გაგიკეთეს არ გამოვიდაო. კაცთან ურთიერთობა არ გამოდი. ანუ შენს ორგანიზმში არ ჩერდება არაფერი. ხელოვნური რო გამიკეთეს, ნაყოფი არ გაჩერდა. რა ხდება ისეთია, ეგ უნდა ვიყულიოთო, რომ ვერ გავარკვიეს რა, ვერ არკვევენ. მაგიტომაც ვფიქრე, რომ ძალიან ბევრი რაღაცები რო იცით და ისეთ რაღაცებს ვისმენ თქვენგან იქნება და გავბედე რომ მეწერე ახლა თქვენთვის და მეთქვა ეს ყველაფერი 11 წელი უკვე. მაგრამ მეორე 11 წელი ესე გავარო, ესე ვიქ თუ რაღაცა არ გავაკეთე. ეხლა მიზეზი რა არის? იმისა თუ რატომ არ ისახება ბავშვი. შენმა კვერცხუჯრედმა ისეთი ბძენია იცის თუ ბავშვი ჩაისახება 9 თვის განმავლობაში განვითარების პერიოდში ფარისებრ ჯირკვალს არ ეყოფა ჰორმონები რომ მოამარაგოს სათანადოდ ბავშვი და იქნება ძალიან ცუდი შედეგი. შენმა კვერცხუჯრედმა ეს იცის და ამიტომ არ იღებს სპერმატოზოიდს. ორგანიზმიც რეაგირებს კვანტურ დონეზე, ენერგიულ დონეზე, ანუ იცის მან რა შედეგი გამოიწვევს და თავს ირიდებს აქედან. მე გეტყვი ხა ამის გამოსავალი არის, ისე კი არ გიყვები ამას რომ გამოსავალი არ იყოს. მე გიხწერ ხა რა ხდება შენს ორგანიზმში და შენში პროცესები, რომელიც სამწუხაროდ მე ვერ ხვდები ექიმები ანაბანა ერთმანეთს რატო ვერ უკავშირებენ. ალბათ გადაშლინა ფურცელს ნახავ რამ. კომუნიკაცია არ არის მე მგონი ერთმანეთთან თუ რა ხდება. ანუ იმიტომ რომ ჰიპოფიზი იწვევს პირდაპირ რაც აღწერ თვითონაც რო დაუდო მიხვდებიან რომ ეს ანუ ვერ იტყვიან ეხა ექიმები ეხა მე რაც ვილაპარაკე რომ ეს ანუ ვერ იტყვიან, აი მოასმენინე და ვერ იტყვიან, რომ ეს არის, მე რაც აღწერი მედიცინურად. ნუ ენერგეტიკულად ხო საერთოდ ვერ მიხვდები. მიზეზი რაც იყო, სექსუალური სტრესი რაც გაიარე, საიდანაც დაიწყო ეს წინამდვილეში სექსუალური. რაზეც სხეულში პასუხისმგებელია სექსუალურ ენერგიასთან, ჰიპოფიზი და ფარისებრი ჯირკვები ისინი დაგიზიან და რატომ ყავთ? რატო არ ქონდა გულის პრობლემა, კუჭის პრობლემა, ან რაღაც კუნთის პრობლემა, რატო მაინც და მაინც ჰიპოფიზის ადენომა? იმიტომ რომ პირდაპირ კავშირში გამრავლებასთან ხვდები პარალელს რაშია საქმე? ეს რო პროფესიონალი ექიმის მოასმენინო ვერ იტყვის რომ ეს არ არის. თუმცა პირველად განვიხილავ ამ თემას, იმიტომ რომ ვერ ხვდები ექიმები რატო ვერ ხვდებიან ამ. ანუ ვერ ხვდებიან კი ძალიან მექანიზმი უნდა შეცვალონ. პაციენტი რომ მოვა, ერთ დიდ ოთახში უნდა ხდებოდეს პაციენტის მიღება. პაციენტი რო შედის საავადმყოფოში, უნდა შედიოდეს აი ერთი დიდი ოთახში, ღიად ოთახში, სადაც ამ ერთ პაციენტს ყველა ერთდროულად ემსახურება. მაგალითად, გადაიღო თავზე ჰიპოფიზი მე მივიდა ჩიყზე და ეს ჩიყვის და ჰიპოფიზის მცოდნე ერთმანეთს ელაპარაკებიან და უკვე მე რასაც ვლაპარაკობ, აი ამას შეძლებ. მარტივად სწრაფად. თუმცა ეხა ისინი მათაც შეუძლიათ ალბათ, მაგრამ ამას ძალიან დიდი რაღაც სხვა ჭირდება ამას აშკარად მე რასაც ეხლა უხსნია. რაღაც ღვთიური სჭირდება, მაგრამ შეიძლება ამის სისტემის ეზირება და ჩანერგვა საზოგადოებაში, რის შედეგადაც შენ ეხა რომ მიხვიდოდი, გეტყოდნენ რომ ჰიპოფიზი ადენომა იწვევს ფარისებრ ჯირკვალს, ეს პირდაპირ ყველაფერს გეტყოდნენ რასაც მე გეუბნები. ახლა გადავიდეთ ვაგინიზმზე. ვაგინიზმზე საუბრობ უკვე ამ შემთხვევაში. არ გაქვს კონტაქტი, პროფმარი ხარ, მე კონტაქტი არ არის. რატო ხდება ეს? მე 11 წელია ზუსტად ესე ვარ მეც. რატო რა ხდება? არ ვიცი რა. რა სიმპტომები აქვს ჰიპოფიზის ადენომას? ტკივილები თავის, ხო? რა სიმპტომები აქვს ჩიხს? ტკივილები. რა სიმპტომები აქვს კისტას, პენეტრაციის დროს დიდი ტკივილები. ასევე აგრესიის, ხშირი ძილი. ანუ წარმოვიდგინე, მთელი სხეული ხო გასაგებია, ეხლა შენ ზედაპირზე რა ხდება მატერიაში, როგორ გამოვლინდება, ხო? ვაგინიზმში გამოვლინდება ბოლოს. ამდენი ტკივილის შემდეგ ეხლა ჯერ ის მომენტი ავიღოთ, რომ სექსუალური ლიბიდო საერთოდ არ ფიქრობს სექსზე, იმიტომ რომ realat სხეული არ ფიქრობს სექსზე. არც კვერცხუჯრედი არ ფიქრობს გამრავლებაზე, არც ის, მაგრამ პრობლემა
პრობლემა რაშია ეს ერთი მექანიზმია და ეს იწვევს ვაგინის რატომ? ვაგინის იწვევს ეს დიდი ხანია, ანუ ბავშვობიდან, ანუ რაც იყო ეს ამის პროცესია, ხვდები? ეს ყველა პროცესი, ჰიპოფიზის ადენომა, ფარისებრთა ჟირკვალი, კისტა და ვაგინიზმი დიდი ხანია დაწყებულია. ბავშვობიდანაა დაწყებული, ძალიან ნელა ვითარდებოდა. შემდეგ პენეტრაციის დროს, ამდენი ტკივილების შემდეგ მოხდა უკვე იმპულსური რეაქცია. სექსის დროს ჰორმონები ხომ უნდა გამომუშავდეს, მოდი ესე ვთქვა, დროს სიამოვნება მიიღო, ენერგიები მიიღო და ესე შემდეგ, ხო? მაგრამ შენ ეს ორგაზმში დახარჯოს ენერგია, სისტემას აქვს ისედაც დანაკლისი ენერგიის, სექსუალურ ნაწილზე აქვს საუბარი. სექსი იწვევს ენერგიის გამოცვლას და ამის გამო ჰიპოფიზი აიძულებს ვაგინის კუნთებს შეიკუმშოს და გააჩეროს ეს პროცესი, იმიტომ რომ მოკლედ მთლიანი სისტემას არ უნდა თან ხასიათზეც გირთხავს, განწყობაზეც გირთხავს, ფიზიკურად ხვდებით, რომ ბუნებრივია ვაგინიზმი აქვს და კაცი აქვს, სხვა არაფერ შუაში არის და ეგ შენც არ ხარ აქ შუაში. ჰიპოფიზის განკურნებაზე დავიწყებ საუბარს. ეხლა მე რასაც გეტყვი გამოსავალი რაც არის, ის არის შენ უნდა გააკეთო ჰიპოფიზის სტიმულირება უნდა გააკეთო. მაგას ყველაფერს მოგიყვება. აფირმაცია უნდა გააკეთო, აგიხსნი როგორ უნდა გააკეთო, რომ შენი ჰიპოფიზი გამოხტო თიური ენერგიებით ამოძრაო და ეს ადენომა დაშალო. შენ ამბობ რომ ჰოლოტროპული სუნთქავ ცადეო და მე რო გავისინჯე ექიმთანო ზრდა არ იყო. შედეგი იგრძენი. მეგობარმა ჩამიგდო ჰოლოტროპული სუნთქვა. მაგაზე წავედ. სადღაც 1-3-4 ჯერ ზედიზედ ვიყავი ჰოლოტროპულ სუნთქვაზე და მე თავი რო გადავიღე, არ იზრდებოდა, გაჩერებული იყო და მაგის მე არც თავის ტკივილები არაფერი. შედეგი ეხლა რატო იგრძენი? იცი ჰოლოტროპული სუნთქვა გააკეთო კი არ გეუბნები. შედეგი იმიტომ იგრძენი, რომ ჰოლოტროპული სუნთქვის დროს გული პირდაპირ კავშირშია ჰიპოფიზთან. პირდაპირ კავშირი აქვს, კაი კავშირი აქვს, მოკლედ რო გითხრა და სისხლით დიდი რაოდენობით რომ მომარაგდა, დაიწყო წმენდა, შეეწინააღმდეგა ამ შედედება. შენ ეხლა მე რასაც გეტყვი ის ვიზუალიზაციები რო გააკეთო, მაგით დაიწყებ განკურნებას, გაანადგურებ მას, გააქრობ და მე ჰიპოფიზი შეძლებს რეპროდუქციული ფუნქციების ბალანსირებული ჰორმონების მიწოდებას, ჭიყვის გაქრება, იმიტომ რომ ფარისებრ ჟირკვას აღარ მოუწევს ჰიპოფიზის თხოვნით ბევრი ჰორმონი გამოიმუშაოს, არ გასივდება, დაუბრუნდება პირვანდელ ყოფადობას და უკვე მთელი სხეული ზად იქნება, აღარ ტკივილები იქნება, აღარც ის იქნება, არაფერი, არ სტრესები და ვაგინიზმიც გაივლის. ეხლა პარალელურად რა უნდა გააკეთო? უნდა გასუფთავდე და მე უნდა ცადო ჰორმონული განაყოფიერება. ჰიპოფიზის განკურნების ამ აფირმაციების პარალელურად ეხლა რა უნდა მოხდეს? შენი სხეული მთელი ამ ხნის განმავლობაში იბომბებოდა არაბალანსირებული ჰორმონების მიერ შენივე ორგანიზმით, ჰიპოფიზით. ეხლა საკვები რატო უნდა გააჯანსაღო? იმიტომ რომ ყველა ეს პროდუქტი, რასაც ჩვენ მივირთვევთ, პირველ რიგში გეტყვი, კბილის პასტას, რასაც იყენებ, პირდაპირ ურტყამს ჰიპოფიზს, ანადგურებს. საკვებების ძირითადი ნაწილი ჰიპოფიზი არის, რატომღაც დაპროგრამებული ანადგურებს. ნუ ხვდები რის თქმა მინდა, შენ შეიძლება აფირმაცია აკეთო, მაგრამ არაფერი არ გამოგივა, იმიტომ რომ ეს არცენოგენური საკვებები გაუცდები. რონახ სტატისტიკა ვერ ხვდები ჰიპოფიზს რას ერჩია. იმიტომ ერჩია რომ იციან ჰიპოფიზია ყველაფერი. და რატომღაც ის აუცილებლად ყველა ეს საკვებები შეიცავს ის ნივთიერებებს, რომელიც ჰიპოფიზს ანადგურებს, რატომღაც აი განსაკუთრებულად. რა დამთხევა, ხვდები რისი თქმა მინდა, შენ საკვები ნივთიერებები და ამოიღო ეს ყველაფერი და შენი სხეული რო გასუფთავდება, ჰიპოფიზის დაიწყებს გამოჯანსაღებას, იმიტომ რომ ამდენი კარცინოგენები ისედაც პრობლემურ ჰიპოფიზს უფრო გინადგურებს. აი მაგალითად დავიღოთ მაწონი, რომელიც დამზადებული კონსერვატებით სავს, ყველაფერი რასაც მაღაზიაში ყიდულობ, კონსერვატებით არის სავსე, რომელიც ეხლა მე შენ გიხსნი რა უნდა გააკეთო. არაფერი არ უნდა იყიდო მაღაზიაში ნაყიდი. ეხლა შეიძლება თქვა რომ აუ ეს რთულია, არაფერი რთული არ არის, მაგასაც გასწავლი. შენ ეხლა 7 თვე, შენი მეუღლე 7 თვე მაღაზიაში არაფერი არც არაფერი. შენ უნდა ისე გასუფთავდე ეხლა ფიზიკურად შინაგანა, რომ უმოკლეს დროში აღმოხფრა. ის კი რა რომ 11 წელი ელოდო. ამიტომ უნდა გასუფთავდე ჰიპოფიზზე აფირმაციის პარალელურად საკვებით. აი ვისმენ და ნუ არ ვიცი, გოგნებული ვარ. ესეთი რაღაცები ჩემთვის არავის არ უთქვამს. რაც შეეხება იმის ახსნას, რომ აი მე ღმერთო აი რა ვიცი, რები მოვისმენ. ამას მე ხვალ მოვისმენ კიდევ. ძალიან მაგარი რაღაცეები მოვისმინე და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. არა, ხვალ მე მოვისმენ კიდევ. მე რამდენად მომკვერი და მოვისმინა. არ მყოფთვის მარტო ერთი მოსმენა. მე მოყვებით და მე ხლა ძალიან მერიდება იმდენ რაღაცებს, რომ მიხსნით ამდენ რაღაცებს, რომ მასწავლით და აქ ბალანსი როგორ უნდა გავაკეთოთ, თანხისმრივ რა როგორ უნდა ვქნათ, მერიდება ხლა ამდენ დროს რომ ითმობთ.
გადასახადი იქნება ერთი. ყოველთვიურად ესე ვთქვათ, გადმორიცხავ. უბრალოდ რა თანხა, არანაირი თანხა, გადასახადი იქნება მხოლოდ ეს. შენ ამას თუ განახორციელებ, ეს იქნება ამის გადასახადი. და ანუ არანაირი მაკუთხით, ესე ვთქვათ, შემოსავლების კუთხით არასდროს არ ვიზამდა არც, იმიტომ რომ სხვას გამჭ არა, უბრალოდ სხვა ის არის და ეს მე გეტყვი რომ სამყაროდანა შემქმნელისგან არის ეს შემქმნელს ეკუთვნის ეს მადლიერება და საფასური არის იმის განხორციელება, რაც გითხარი.